რამდენიმე წინადადებით მინდა ზვიად ცეცხლაძის საქმეზე გითხრათ ჩემი განწყობაც მის მშობლებს უსმენდი. ეხლა მე ვიცნობ ზვიადს და მოვასწარი მისი გაცნობა დაპატიმრებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოვიდა მთხოვა შეხვედრა იურისტია, იცით უпростоრად იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და მით მე საუბრებოდა სხვა შორის აი უნიჭიერესი ახალგაზრდა და მე საუბრებოდა მომავალი პროფესიის დაუფლების შემდეგ რა ტიპის იდეების რეალიზება შეეძლო მას როგორც იურისტს და სხვა შორის მითხრა რომ აი თქვენი მართლმსაჯულების სახლშიო მეც სიამოვნებით ვისწავლიდიო და შევპირდი რომ აუცილებლად მეთქი ზვიადს ამას შენთვის გავაკეთებთ უფრო ადრე თქო და მე მითხრა რომ მამა მინდა გაგაცნო ვერ მოვასწარი მისი გაცნობა, მაგრამ ამ დღეებში შევხვდები. დღეს ზვიადთან იყო შესული ჩემი თხოვნით ადვოკატი მარიამ პაპავა, რომელიც ასევე იცავს მის უფლებებს. ჩვენ ზვიადს პირველივე დღიდანვე სამართლებრივი დახმარების კუთხით ჩვენი ადვოკატი ჩართულია მის საქმეში და გამოატანა არაჩვეულებრივი წერილი. და ითხოვა რომ ეს წერილი გასაჯაროებულიყო ჩემს გვერდზე დევს და ნახავთ ეკა რა ემოციური წერილია და როგორ ყვება იმ დეტალებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს როგორი სოლიდარული იყო ის სამართალდამცავიც ბადრაგის თანამშრომელი რომელსაც გადაყავდა და იმდენად განეწყო მის მიმართ კეთილგანწყობით ანუ თანაგრძნობით რომ ხელბორკილიო არ დამადო და აი მე მოვახერხეო რომ დამეწერაო და დავტოვეო წარწერა რომელიც სულ დარჩებაო ცნობილი მარო მაყაშვილის სიტყვები ხო ნუ დანჩენ იქ წერილში წერია და უკვე დევს საჯაროდ ეს წერილი ნუ ესეც აჩვენებს ამ ახალგაზრდა ბიჭის საოცარ პატრიოტიზმს საოცარ სულისკვეთებას და აი ასეთი პატრიოტი ბავშვები, ბიჭები, ჩვენი შვილების თაობის წარმომადგენლები უკანონო პატიმრობაში ყავს აი ამ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა დიპლომატიური დემოკრატიული გზით კრიზისის დაძლევის ასე ვთქვათ ფორმა და შესთავაზა რომ შეხვდნენ და დაილაპარაკონ ერთადერთ რამეზე, როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. გააქვთ იმედი რომ შეიძლება ასეთი შეხვედრა შედგეს ქალბატონო ეკა? რთული მოცემულობა, მაგრამ ის რაც გააკეთა ხა პრეზიდენტმა დარჩენილ დღეებში, იმიტომ რომ ძალიან კომიკურ ინაუგურაციამ, რომელიც იგეგმება 29 დეკემბერს, იქამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ეს იყო სწორი სვლა, რომლითაც პრაქტიკულად განაიარახა სრულიად ყველანაირი დემაგოგიისგან და ყველანაირი პროპაგანდისგან ქართული ოცნება და პირდაპირ დააყენა ფაქტის წინაშე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტის შეთავაზება რომ მოდი დაველაპარაკოთ ახალი არჩევნების თარიღზე და პირობებზე. ეს არის ღია ხაზგასმა ვის უნდა მშვიდობა ამ ქვეყანაში და ვის უნდა დემოკრატიული ცვლილებით ხელისუფლების ფორმირება ლეგიტიმურად და კონსტიტუციურად. ამიტომ აი ახლა ნებისმიერი პროპაგანდა, რომელიც კი მუშაობს, არ ვიცი მე 10 ტელეიმედი ჩაერთვება თუ 30 პოსტივი ვერ უშველის ამ პროცესს, იმიტომ რომ ძალიან ღია დგას საკითხი, პოლიტიკური კრიზისია. დღეს ბიზნესმენებიც კი მათ შორის ბევრი ისეთი, რომელიც პასუხს ვერ ცემს კითხვაზე და აი არ ვიცი, ამძიმე მოსასმენი იყო, რომ პოლიტიკა არ მეხება, არ მაინტერესებს და აი რა შუაშია პოლიტიკა არ გეხება. როცა მიხვდებიან რომ შეეხოთ ეს პოლიტიკა ქალბატონო ეკა იქნება ძალიან გვიან. რა თქმა უნდა ეს არის გაუბედაობის კომენტარი და ძალიან სამარცხვინო იყო ასეთი კომენტარები რომელიც მოვისმინეთ გეთანხმებით აბსოლუტურად ამაში მაგრამ ნუ ეს მათი არჩევანია ასე ვთქვათ და ნამდვილად და ამ ფონზე უბრალოდ ძალიან ძიმე საყურებელი იყო ეს, თუმცა მაინც ვერ დაიმალა ის ამბავი, რომ რამდენიმე მათგანს ჰქონდა ეს პრინციპული პოზიცია, თქვენს რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები ეს არის გამოსავალი ამ კრიზისის და თორე დაემხობა თავზე ეს ეკონომიკაც, ეს ბიზნესიც, აქედან
აქედან ვერ გამოვა ქვეყანა თუ ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილმა არ გადადგა. შეიძლება ის ამ დღეებში არ ვიცი ჯერ კიდევ ალბათ მე მაინც მგონია რომ ამ 29 დეკემბრით უნდა საკუთარი ძალის დემონსტრირება და შემდეგ მაინც იძულებული გახდება უკან დაიხიოს, ასე მგონია. თუმცა იქვე სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ ამ პერიოდში ვიდრე ეს არ ვიცი ეს შეხვედრა ალბათ ამ კვირაში არ მგონია რომ შედგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ამ გადაწყვეტილების გარეშე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. საჭირო არის მომზადება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ გარდამავალი ეტაპისთვის, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ვისი ადმინისტრაციის და საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა წავიდეს ეს არსებული და ვინ შეიძლება იყოს სანდო ჯგუფი ადამიანების, ვინ შეიძლება ჩაიბაროს ადმინისტრირების პროცესი. ასევე არის ახლა საკითხები, რომლის ირგვლივაც ხდება მუშაობა, მათ შორის როგორ გითხრათ, პოლიტიკური პროცესებისგან ნეიტრალური როლის შერჩევა ძალოვანი უწყებების, რომელიც დიდ გავლენას ახდენენ არჩევნების პროცესში გაყალბების კუთხით და რაც თავარია სასამართლოს ფაქტორი, აი ეს კომპლექსური საკითხებია, რომელიც იმ ტრანზიტულ პერიოდში, როდესაც არჩევნები დაინიშნება, მე არ უნდა დავიწყოთ ფიქრი და ესე სწრაფად ანუ თქვენ დარწმუნებული ხართ ქალბატონო ეკა რომ არჩევნები დაინიშნება და ამაზე წავა ბიძინა ივანიშვილი. აი რა ფაქტორები უზრუნველყოფს ამას? ორი გზა აქვს მას, უბრალოდ ორივე გზა მიდის არჩევნებამდე. იგივე თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. რა თქმა უნდა, ზუსტად, იმიტომ რომ როგორც პრეზიდენტმა თქვა, უბრალოდ მოკლე და უმტკივნეულო გზა არის იმისთვის, რომ მშვიდობიანი სწრაფი გადასვლა მოხდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან, ეს არის მოლაპარაკება, თუ ის ამას არ გააკეთებს, აი ეს მუდმივი და დაუღალავი პროტესტი, რომელშიც ვართ ყველა ჩართული. იმისთვის რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა იმ ძალიან სახიფათო გეგმისგან რაც აქვს ახლა ოცნებას, მაინც მივალთ ამ პროტესტით ამ გადაწყვეტილებამდე, უბრალოდ ის შეიძლება როგორც პრეზიდენტმა თქვა, რეჟიმის ჩამოშლა, რომელსაც თავად ახორციელებენ, ეს უფრო მტკივნეული პროცესი აღმოჩნდეს. ამიტომ ფინალი მაინც ეს არის და ჩვენ ეს სწრაფად დაგვიდგება თუ ამას კიდევ რაღაცა დრო დაჭირდება. ყოველ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, ამიტომაც ეს სამზადისი ახლავე დასაწყებია და ამიტომაც დაიწყო ამაზე მუშაობა. და ერთ კითხვასაც დაგისვამ და დაგემშვიდობებით სალომე ზურაბიშვილმა დღეს თქვა რომ მე მზად ვარ მეორე ეტაპისთვისო, ზოგადად ამ ეტაპზე გუშინ თუ არ ვწდები თქვა რომ შეტევით სტრატეგიაზე უნდა გადავიდეთო, დღეს განაცხადა რომ მზად ვარ მეორე ეტაპისთვის, ვერ შემაშინებენ და ვერც ამაგდებენო და მოკლედ ის ხაზგასმით ამბობს რომ იქნება ხალხთან ერთად იქნება ქვეყანაში და გააგრძელებს ბრძოლას, რა თქმა უნდა. აი როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მაშინ როდესაც ახალ პრეზიდენტის დანიშნული პრეზიდენტის უпроსტორეთ ინაუგურაციას აპირებს რეჟიმი, როგორ ხედავთ და სად ხედავთ სალომე ზურაბიშვილს? ყველაფერი მართლა ძალიან ცხადი და მარტივია, როგორც დღეს თქვა მიმართვაში პრეზიდენტმა. პრეზიდენტის მიმართ პრეზიდენტის მიმართ ლეგიტიმაციას და მის ანდოობას ორი ფაქტორი განაპირობებს. ერთი კონსტიტუციურობა, რომელიც არ ექნება დანიშნულ პირს ყაველაშვილს და კონსტიტუციური პროცედურა გავლილი აქვს პრეზიდენტს, რომელიც პირდაპირ წესით არჩეული პრეზიდენტია და მეორე რეალური ნდობა, ხალხის ნდობა და საერთაშორისო აღიარება. ეს ორივე ფაქტორი აქვს სალომე ზურაბიშვილს. არც ერთი ეს ფაქტორი არ ექნება ყაველაშვილს. აი ეს ეხლა იმას ნიშნავს, რომ გადავთარგმნოთ ეკა, რომ სადაც არ უნდა იყოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში იქნება იმ სცენაზეა, რომელიც მერია მოაწყო, თუ რუსთაველზე იდგება, თუ სადაც არ უნდა იყოს, მას ეს ორმაგი ნდობა კონსტიტუციურობა, ანუ სამართლებრივი საფუძველი
და ხალხის სიყვარული და ხალხისდობა და საერთაშორისო აღიარება და ხედავთ ხო ყველა მათ შორის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაც ევროკავშირის ლიდერებიც ამბობენ რომ პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი და მას დაელაპარაკებიან ხვალაც არ დაელაპარაკებიან ყაველაშვილს ეს არის ის მოცემულობა რომლის ფარგლებშიც ის გააგრძელებს თავის საკონსტიტუციო სტატუსს პრეზიდენტის სტატუსს იქამდე ვიდრე კონსტიტუციურ ფარგლებში არ დაბრუნდება ქვეყანა. კი, ელოდებით რომ შეიძლება კობახიძის მუქარა მოსმენილი გექნებათ, სად აღმოჩნდებაო ზურაბიშვილი გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთო. ელოდებით რომ აი ამაზე შეიძლება წავიდეს ეს რეჟიმი? შეუძლია ამაზე იოცნებოს თავად კობახიძემ, ჩვენ სასაცილოდ ავყოფდით მიწის საუბარი. აი მუქარასაც კი არ დავარქვა, სასაცილოდაც არ ყოფნის ეს არავის და ასე რომ ვისაც აღმოჩნდება, მე კი ვხედავ ამას და ამასაც მომავალი გვიჩვენა.